ხო დანარჩენი ფონდა სადაა? ბატონო, გაყევი, მე ბატონო. სიო არა მიყავთ არა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ ისევ. აქ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ პოლიციამ თვითონ რომ დაშალა ეს აქცია, ალტერნატივას მიერ ორგანიზებული აქცია. საოლქო საარჩევნო კომისიის წინ. აქციაზე ინციდენტი მოხდა, როგორც ხდები? დააკავეს ვინმე? როგორც ხდები, დააკავეს ხათუნა ბერიძე, ორგანიზაცია ალტერნატივას წარმომადგენელი. ალტერნატივა დღეს მართავდა აქციას, ახლა სულ ცოტა ხნის წინ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ. იქ მოხდა შელაპარაკება. მე შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის წევრები, რომლებიც დააკავეს საბათა დამცველება, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში სეკრეტარიები იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიასთან და ისინი შესაძლებლობით აქცია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ დაიწყო დღეს საღამოს, მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა და უბნები დაიკეტა. ორგანიზაცია ალტერნატივამ, რომელიც გახლავთ ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაცია, გამართა ერთგვარი სირცხვილის კორიდორი და ორგანიზაციის წევრები ხდებოდნენ შეძახილებით მონებო, სირცხვილია და ასე შემდეგ. საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ადგილზე შემოჰქონდათ ოქმები და ამომრჩეველთა ხმები. ცოტა ხნის წინ აქ დაპირისპირება მოხდა. როგორც გავიგეთ, პოლიციამ დააკავა ხათუნა ბერიძე, ორგანიზაცია ალტერნატივას წარმომადგენელი და ალტერნატივას რამდენიმე წევრი ასევე. ნახოთ თუ გაკეთდება კომენტარები ადგილზე. არა მოსო ვაფშე არ ვიყავ ახლა მოვედი. ხმა არა გავერიდი ახაურობა. და რაგონე მოვედი ხელს მკრა. რატო? იმ ხერხა მეც. რატო? არ გინდა. აი გაულაგდი. არ გინდა. მონაწილეები. უკეთრად ეს იყო ადმინისტრაციული წესის დარღვევა. რამდენი ადამიანია დაკავებული? გაფრთხილება დაიწყო დისტანცია და ისე გამოიხატა, მაგრამ არ დაემორჩილა არაერთი კომისიები და მოგიხდა. რა დააშავს კონკრეტულად? მე რა გაპროტესტებდნენ? რამდენი ადამიანია დაკავებული? რანი რა გემორჩილა? თქვენ ხა მოვისმინეთ პოლიციის წარმომადგენლის კომენტარი. უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანია დაკავებული, თუმცა არა კონკრეტულად პოლიცია ჯერჯერობით, ზუსტად რამდენი პირია დაკავებული. საუბარია ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებზე. ვიცით, რომ დაკავებულია ხათუნა ბერიძე, ორგანიზაცია ალტერნატივას ერთ-ერთი აქტივისტი. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. აქცია პრინციპში უკვე დაშლილია, შეიძლება ითქვას.
პოლიციამ დაშალა ეს აქცია. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, მოხდა შელაპარაკება, რომელიც მცირე დაპირისპირებაში გადაიზარდა და მალევე პოლიციამ აქციის მონაწილეები, ალტერნატივას აქტივისტები სწრაფად გაიყვანა ამ ადგილიდან. და გაიტანეს ასევე დინამიკები, რომელიც აქ ორგანიზაციას მოტანილი ჰქონდა და პერიოდულად უთმობდა სიმღერა. რამდენი იყო ირაფლავარი ან რამდენი ადამიანი აქვს? კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიციის განმარტება. პოლიცია ამბობს, რომ არ იციან ზუსტად რამდენი ადამიანია დაკავებული, აზუსტებენ. აქ ადამიანები, აქტივისტები, აქციის მონაწილეები გადაიყვანეს პოლიციის მანქანით სულ რამდენიმე წუთის წინ. ადგილი ჰქონდა აქ მცირე შელაპარაკებას, რომელიც გადაიზარდა ერთგვარ შეხლა-შემოხლაში და მალევე პოლიციამ აქტივისტები გაიყვანა ამ ადგილიდან. სადაც ისინი უკვე თითქმის 2 საათია მართავდნენ აქციას. ორგანიზაცია ალტერნატივა იყო ამ აქციის ორგანიზატორი. მათ ერთგვარი სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს საარჩევნო უბნებიდან შემოსულ პირებს, რომლებსაც შემოჰქონდათ ოქმები და ბიულეტენები ასევე. როგორც ვიცით, დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა კონკრეტულად რამდენი პოლიციას არ დაუზრდებია. აქ პოლიციამ უცებ გადაიყვანა რამდენიმე ადამიანი, ადგილზე არიან ჟურნალისტები. ადგილზე რჩება პოლიცია, თუმცა აქ უკვე აღარ არიან აქტივისტები, როგორც თქვენ ხედავთ. ვიცით, რომ დაკავებულებს შორის არის ხათუნა ბერიძე, ორგანიზაცია ალტერნატივას აქტივისტი. ადგილზე რჩება პოლიცია და რა თქმა უნდა ადგილზე არიან წარმომადგენლები სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებ, რომ ვიმყოფებით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ, სადაც დღეს საღამოს აქცია მიმდინარეობდა. ორგანიზაცია ალტერნატივა მართავდა საპროტესტო აქციას, მათ ერთგვარი სირცხვილის ერქანი მოუწყვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, რომლებსაც უკვე დათვლილი ხმები და ოქმები მოჰქონდათ აქ და ეგებებოდნენ მათ შეძახილებით მონა, სირცხვილია და ასე შემდეგ. ცოტა ხნის წინ აქ ინციდენტი ჰქონდა ადგილი, ჯერ მოხდა შელაპარაკება, ასე ვთქვათ. ეხლა პოლიციის უფროსი აკეთებს კომენტარს და შევეცდებით, რომ მოვისმინოთ ეს კომენტარი. როგორც ხედავთ, პრინციპში უკვე პოლიციის უფროსმა სამჯერ გაიმეორა ერთი და იგივე ის ამბობს, რომ არ იცის ზუსტად რამდენი პირია დაკავებული. აქ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. აქცია გრძელდებოდა თითქმის 2 საათის განმავლობაში, საათნახევრის მაინც. შემდგომ მოკლე დროის დაახლოებით 15 წუთის წინ იყო მცირე შელაპარაკება, რომელიც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და პოლიციამ სწრაფად გაიყვანა ორგანიზაცია ალტერნატივას რამდენიმე აქტივისტი, საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ ადგილიდან. აქ ახლა აქციის მონაწილეები უკვე აღარ იმყოფებიან, ადგილზე არიან ჟურნალისტები, პოლიციელები და ასევე საარჩევნო
სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან წარმომადგენლები, რომლებსაც ოლქში შეაქვთ მონაცემები. ადგილზე რჩება პოლიცია და აქ არიან ჟურნალისტებიც. აქ სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან არიან მოსული წარმომადგენლები და ისინი ელოდებიან დოკუმენტების ჩაბარებას, ოქმების, საარჩევნო ბიულეტენების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ მდებარე ტერიტორია უკვე თითქმის 3 კვირაა აქციების ერთ-ერთი მთავარი ადგილია ბათუმში. აქ ოპოზიცია პერიოდულად მართავს აქციებს, ეს არის ოპოზიცია ან ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფები, აქტივისტები მართავენ აქციებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამის გასაპროტესტებლად იკრიბებიან აქ. დღესაც ასეთი აქციას მართავდა ორგანიზაცია ალტერნატივა, თუმცა მოხდა დაპირისპირება პოლიციელებსა და ორგანიზაციის აქტივისტებს შორის და პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი გაიყვანა ამ ადგილიდან, ითქვა, რომ ისინი დააკავეს, თუმცა არ ვიცით ზუსტად კონკრეტულად რამდენი აქტივისტია დაკავებული. პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას თვითონაც აზუსტებს. ეს ყველაფერი სულ რაღაც 15-20 წუთის წინ მოხდა. ამ წუთას საპროტესტო აქციის მონაწილეები ადგილზე არ არიან, ადგილზეა მხოლოდ პოლიცია და წარმომადგენლები სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან და ასევე ჟურნალისტები. საკავება განხორციელდა და ადმინისტრაციული თუმცა ამბობს, რომ აზუსტებენ რამდენი კვირაა ამ საკავებელი აცხადებს, რომ ალტერნატივა წარმომადგენლები არ გაემოწმნენ შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ, სადაც ცოტა ხნის წინ პოლიციამ ორგანიზაცია ალტერნატივას რამდენიმე წევრი დააკავა. ითქვა, რომ ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, თუმცა პოლიცია ვერ აზუსტებს კონკრეტულად რამდენი ადამიანია დაკავებული. ვიცით, რომ მათ შორის არის ხათუნა ბერიძე, ორგანიზაცია ალტერნატივას ერთ-ერთი აქტივისტი. დღეს აქ ალტერნატივა მართავდა საპროტესტო აქციას. მათ ერთგვარი სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს საარჩევნო უბნებიდან შემოსულ თანამშრომლებს, რომლებსაც ოლქში შემოაქვთ ეხლა დოკუმენტაცია, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები. ისინი მათ ეგებებოდნენ შეძახილებით სირცხვილია, მოუნა და ასე შემდეგ. თქვენ როგორც იცით, ოპოზიცია არ ცნობს 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ შესვლა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. მას შემდეგ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგი გამოცხადდა, 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს 2 დიდ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში თითქმის ყოველ დღე მიმდინარეობს ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო აქცია. ოპოზიციის მოთხოვნები
ეს დღეები არის უცვლელი, ოპოზიცია ითხოვს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს თავმჯდომარი თამარ ჟვანიას გადაყენებას და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. არჩევნების მეორე ტურზე დღეს ოპოზიციას რამდენიმე დღის წინ დაანონსებული ჰქონდა ეგრეთ წოდებული სიფრთხილის კორიდორების, სიფრთხილის ერეფნების მოწყობა საარჩევნო უბნებთან, თუმცა არჩევნებამდე მოკლე ხნით ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობდნენ ამ ინიციატივაზე, რადგან მათივე ინფორმაციით, მათივე თქმით გეგმავდა პროვოკაციას და თავს იკავებდნენ ამ აქტივობისგან. თუმცა ორგანიზაცია ალტერნატივამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა და მათ განაცხადეს, რომ ეს იყო ერთგვარი სიფრთხილის კორიდორი მიმართული იმ ადამიანების მიმართ, ვინც არჩევნების გაყალბებაში იღებს მონაწილეობას. მათივე თქმით ცხადია. შეგახსენებთ, რომ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ვიმყოფებით, სადაც ცოტა ხნის წინ რამდენიმე აქტივისტი, ორგანიზაცია ალტერნატივას რამდენიმე აქტივისტი დააკავა პოლიცია. რამდენი არიან დაკავებული, არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. ყოველ შემთხვევაში პოლიციამ ასე განაცხადა აქ ჟურნალისტებთან. აქ აქციის მონაწილეები უკვე აღარ არიან, თუმცა არგოზზე რჩება პოლიცია. დღეს როგორც ისიც არ მოქმედებს შეზღუდვა ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე. ეს შეზღუდვა მთავრობამ დროებით შეაჩერა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. ამიტომაც ხედავთ ეხლა თვითონ მოქალაქეებს. აქ დღეს საღამოს აქციას მართავდა ორგანიზაცია ალტერნატივა, რომელიც შეძახილებით ხდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, რომელსაც უკვე დათვლილი ხმები და ოქმები შემოჰქონდათ საოლქო საარჩევნო კომისიაში. ცოტა ხნის წინ პოლიციამ დააკავა ალტერნატივას რამდენიმე აქტივისტი, ისინი პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს. ზუსტად არ ვიცით, რამდენი აქტივისტია დაკავებული, თუმცა როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს ჟურნალისტებთან, ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით. ამ წუთას აქციის მონაწილეები უკვე აღარ არიან. როგორც ხედავთ, აქცია მხოლოდ პოლიცია და წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიებიდან. არჩევნების მეორე ტური საქართველოში უკვე დასრულდა, ეხლა მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მრავალი ოქროგი უკვე დათვლილია და ცესკოს ვებგვერდზეც გამოქვეყნებულია არაერთი ოქროგი. საოლქოს წინ კი კვლავ შემოდის სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან, ბათუმის სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან მონაცემები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ, სადაც აქციას მართავდა დღეს
ორგანიზაცია ალტერნატივა. საპროტესტო აქციის დროს მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის და აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა, ისინი გადაიყვანეს ადგილიდან, აქცია დაშალეს, უბრალოდ აიძულეს, რომ აქციის მონაწილეები რო წასულიყვნენ. ზუსტად არ ვიცით აქციის რამდენი მონაწილეა დაკავებული, თუმცა ცნობილია, რომ ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, ყოველ შემთხვევაში პოლიცია მასზე განაცხადა ჟურნალისტებთან. მე დროებით დაგემშვიდობებით ნანა კვაჭაძე ვარ, გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტი, თვალი გვადევნეთ ბათუმელები ჯისა და ნეტგაზეთი ჯიზე.